ცარცხვი ოლიგარქია. მის თანამშრომლებს დაუბრათ დაი. მოუწოდოთ ჩვენს კოლეგებს, რომ შემოგვიერთდნენ, ვიცით რომ აქ არიან ოპერის თეატრის თანამშრომლები. ჩვენთან ერთად განად დღეს მადლობა დიდი რომ აქ ხართ. ეს ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი ამბავი და ამ თეატრთანაც ვჩერდებით, რომ გავიხსენოთ ასევე კიდევ ერთი სახელი, ევგენი მიქელაძის სახელი, როგორც გავიხსენეთ პეტრე ოცხელის სახელი მარჯანიშვილის თეატრთან, აქ ვიხსენებ ევგენი მიქელაძის სახელს, რეპრესირებული გენიალური დირიჟორის, მუსიკოსის და ხელოვანის სახელს, რომელიც სწორედ თავისუფლებას და პრინციპულობას და თავისუფალ ხელოვნებას და თავის პირად თავისუფლებას შეეწირა იმ რეჟიმის მსხვერპლია, რომელიც არასოდეს არ დაბრუნდება საქართველოში, არასოდეს არ დავაბრუნებთ ამ ქვეყანაში ცენზურას, დასრულდება ერთხელ და სამუდამოდ რეპრესიები ამ ქვეყანაში. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ევგენი მიქელაძეს, მაშინ როცა ხელოვანები არიან ციხეში, იგივე ბრძოლისთვის, იგივე ეროვნული ბრძოლისთვის, რომელშიც ჩვენ ვართ დღეს შაბმულები, რადგან ისინი ზუსტად ისეთივე ბრძოლაში იყვნენ იმავე რეჟიმთან, რომელსაც ჩვენ ახლა ვუპირისპირდებით, იგივე გავლენასთან, რომელიც არის რუსული გავლენა. არასოდეს აღარ დაბრუნდება ამ ქვეყანაში ცენზურა, არასოდეს არ დაკანონდება რუსული გავლენა საქართველოზე. აი ეს მიავი აუჩნდება არ დავაგრო? იმ ჩაუძე რა ინფორმაცია. მაგაზე და არა, ინფორმაცია ჩაუძე ილიკო და იმით ვაკეთებ ტექსტს და უცხარი რომ ანეს კიდევ.